ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი არის ჩვენი სტუმარი. ქალბატონო ირმა, მე გიხდით ბოდის იმის გამო, რომ თქვენთან შედარებით ნაკლები დრო დაგვრჩა, იმინაიდან ხელისუფლების წარმომადგენელთან უფრო მეტი შეკითხვა გქონდა. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, სესიაშვილის განმარტებები, ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების განმარტებები, თქვენ რამდენად გაკმაყოფილებთ და თქვენ რამდენად გრჩებათ შეკითხვები, იმიტომ რომ მათი არგუმენტია, რომ ეს რაღაც ნაციონალური მოძრაობა რუსთავი გამუდმებით ახსენებენ და თქვენ თუ გაქვთ შეკითხვები ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით? ოპოზიციური პარტიის ლიდერი როცა ხარ, შენ გევალება არ იყო მტრულ რეჟიმში ხელისუფლებასთან, არამედ ობიექტურად შეაფასო არსებული რეალობა და ობიექტურად გაანალიზო პროცესები. მტრული რეჟიმები არ არის საერთოდ საჭირო, ამიტომ როცა ცივი გონებით ამ თემაზე ფიქრობ და ანალიზებ ვითარებას, ერთის მხრივ დამაკმაყოფილებელია ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებები, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ დავდექით პრობლემის წინაშე. ანუ ეხლა ჩვენ მოვისმინეთ განმარტება, რომ თურმე ჩვენ არა გვაქვს უფლება დავაკავოთ პირი ჩვენ საზღვარზე, ჩვენივე მოქალაქე, როცა მასზე ინტერპოლის მხრიდან ძებნაა გამოცხადებული და არ არის თან საქმე გადმოცემული, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ რა გამოდის, ვერ ვიცავთ ჩვენ მოქალაქეებს, რას აკეთებს საზღვრის დაცვის პოლიცია მაშინ, რა ფუნქცია აქვს მას, ან რატომ არ უნდა იყოს პირი ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მასზე ინტერპოლს ძებნა აქვს გამოცხადებული. ანუ ძალიან ბევრი შეკითხვა. მე ვფიქრობ, საკანონმდებლო ლაფსუსებიც იქნება ამასთან დაკავშირებით და უფრო მეტად ჩაუღრმავდებით ჩვენ ამ თემას. გავრცელდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომ გადაეცა პერსონალური მონაცემები ამ ჯარისკაცის შესახებ უცხო ქვეყანას. ამაზეც მივიღეთ პასუხი, რომ არ გადაუციათ და გადასცეს მხოლოდ რაღაცა მარტივი მონაცემი ინტერპოლს. ამ ხელისუფლებას ესე აქტიურად რო ემუშავა ინტერპოლთან, სააკაშვილი დაკავებული უნდა იყოს დღეს. ამ ხელისუფლებას ესე აქტიურად რო ემუშავა ინტერპოლთან, არც ადეიშვილს უნდა მოხსნო და ძებნა ინტერპოლის მხრიდან. ძალიან ბევრი პრეტენზიაა ოცნებასთან და დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში და არც ეს არ არის ცერცვაძის დაკავების საკითხი, მარტივი საკითხი. მე ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება და ეს გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე, რას ქონდა ადგილი, რა დარღვევები იყო და ვინ არის ამ პროცესში დამნაშავე. ვინ არის დამნაშავე, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამხედრო პირს აკავებენ საზღვარზე. არავის არ ვადებთ ბატონო ხელს, არც არავის არ ვაყენებთ კედელთან, უფრო მეტი მკაფიობაა საჭირო. თორემ ჩვენ ხელისუფლება, როცა იმაზე ლაპარაკობს, რომ არავით არის ბერკეტი ხელში არ აქვს, მაშინ ვეკითხებით, როგორ იცავ შენ შენს მოქალაქეებს და მათ შორის სამხედრო პირებს. ანუ გამოდის ვერ იცავ, ხო? მე მგონი გაუმართლა ამ ადამიანს, რომ ის უკრაინაში მიემგზავრებოდა და არა ისეთ ქვეყანაში, საიდანაც ის არგუმენტიც კი არ ექნებოდათ, ვინაიდან ის უკრაინის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. ანუ ეს არგუმენტიც გამოეცლებოდა და მოუწევდა სხვა ნებისმიერ ქვეყანას მისი გადაცემა რუსეთისთვის. ანუ მეც ბევრი კითხვის ნიშანი დამრჩა ამ განმარტებების შემდეგაც. ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ უნდა იყოს გამოძიებული? არის კიდევ ერთი ნიუანსი. პირველი, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული ეს საქმე და პარლამენტიც უნდა იყოს ამაში ჩართული აუცილებლად, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია გქონდეს, სხვა დროს რომ არ მოხდეს მსგავსი ტიპის ექსცესები და იყვნენ დაცული საქართველოს მოქალაქეები, იქნება მათზე აღძრული სხვა ქვეყანაში საქმე თუ არ იქნება აღძრული. მეორე, მე ტენდენციას ვაკვირდებოდი ამ დღეების მანძილზე და განსაკუთრებულად ნაციონალური მოძრაობა აქტიურობდა ორივე ფრთა, ძველებიც და ახლებიც. მე მოუწოდებ ამ ორივე ფრთის წარმომადგენლებს შეინარჩუნონ გულწრფელობა და შეინარჩუნონ ობიექტურობა. ეს ის ხალხია, რომელიც თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყო, უსწორდებოდა სამხედრო პირებს. და დღეს ის ხალხი ლაპარაკობს სამხედრო პირების დაცვაზე, რომლებმაც გია კრიალაშვილი მოკლეს, თეთრაძე აწამეს და სხვათა შორის ძალიან ბევრი დამნაშავე რო არ არის დასჯილი. დღევანდელი ხელისუფლების ბრალია ესა. მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება რას აკეთებს? მოდით ზოგადი პოლიტიკური პროცესიც გავაანალიზოთ.
ხელისუფლება ამბობს, რომ არ ამბობს, ქვეტექსტი ეს არის, რომ აი მე ვშლი ნაციონალურ მოძრაობას, რა პრეტენზია გაქვთ, მშვენიერი პროცესი მიდის. იყვნენ 27-ნი, დარჩნენ ერთის მხრივ 6-ნი, ანუ ძველი ნაცები და მეორეს მხრივ რაღაც ევროპული საქართველო, იგივე ნაცები, მაგრამ სხვა ბანაკი 21 კაციანი და ხელისუფლება ქვეტექსტი ეს არის რაღაცნაირად თავს იწონებს, რომ ეს არის მისი სტრატეგიული ნაბიჯი, რომ მოახერხა ამ 4 წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის გახლეჩა. სინამდვილეში ამ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ დღეს ეს ორივე ბანაკი ძალიან კარგად აფურთხებს ამ ხელისუფლებას უნისონში სხვათა შორის. მეტი პრობლემა გაიჩინა შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. მეტი პრობლემა გაიჩინა მათი გაყოფით და ტყუილა იწონებენ თავს. ისე არ მინახავს რომ იწონებდნენ, მაგრამ ეს იგულისხმება ალბათ თქვენ ფიქრობთ? იგულისხმება ნამდვილად და დღევანდელ ხელისუფლებას მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიაჩნია მის რაღაც სტრატეგიულ, ტაქტიკურ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად და ხაზს უსვამ იმას, რომ ეს ორივე ფრთა, ძველებიც და ახლებიც უნისონში, კიდევ ერთხელ ვამბობ, აფურთხებენ საქართველოს ხელისუფლებას შიგნითაც და ევროპაშიც და ამერიკაშიც და მინდა მივულოცო ქართულ ოცნებას და დღევანდელ ხელისუფლებას ეს დიდი, ძალიან დიდი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა. და ეს რა შედეგებს მოიტანს ამ ქვეყნისთვის, მე ხელისუფლების ბედი კი არ მაწუხებს ამ შემთხვევაში. ჩვენი ქვეყნის და ხალხის ბედზე ვლაპარაკობ, ამას ერთად ვნახავთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს ორივე ძალა ერთი იდეოლოგიის, ერთი მსოფლმხედველობის, ერთი მრწამსის ადამიანები არიან და სიკეთე ამათგან არ გამოდნება, მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი კი ისაა, რომ დასაჭერები არ დაიჭირა და ვინც დაჭერილი იყო, ისინიც გარეთ გამოუშვა. და სრული განუკითხაობა არის, სრული განურჩევლობა. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, ის პროცესი, რასაც დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ და ჩვენ ამაზე ღიად ვილაპარაკებთ პარლამენტის დარბაზშიც და პარლამენტის მიღმაც. თქვენ ინფორმაცია ხომ არ გაქვთ რამე ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გავრცელდა ამაზე ინფორმაცია, რომ თითქოს უდოს კომისია განიხილავს მის საკითხს. თქვენ რახან ახსენეთ, ვინც დასაჭერები იყო, არ დაიჭირა, ვინც იყო გამოუშვა, აი ამ კონტექსტში გეკითხებით, რამეს დაზუსტება ხომ არ შეგიძლიათ? მე არაფრის დაზუსტება არ შემიძლია, უბრალოდ ამ ხელისუფლების ბრჭყალებში ძალიან დიდი სტრატეგიულ ტაქტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეხლა რაღაცნაირად ამზადებენ ფონს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიყავთ იქითკენ, რომ შესაძლოა მერაბიშვილიც გათავისუფლდეს და გაგიკვირდებათ თქვენ ეს, მე აქეთ გისვამთ შეკითხვას. ბარემ დააბრუნონ სააკაშვილის და იცხოვრონ ტკბილად, რას ერჩოდნენ ამ ქართველ ხალხს, რას ერჩოდნენ ამ ქვეყანას, რა დაპირებებით მოდიოდნენ 2012 წელს, თუ ეს ყველაფერი უნდა დაბრუნებულიყო იმ საწყისზე, რა საწყისა ჩვენ უპირისპირდებოდით თავის დროზე, აი იმ ნულოვან საწყისზე თუ უნდა მისულიყო და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თუ ვინმეს გონია ამ ხელისუფლების მრჩევლებს, ფარულ თუ ღია მრჩევლებს, რომ არის ძალიან დიდი მიღწევა, აი ესეთი კულუარული პოლიტიკის წარმოება ყოველთვის დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ საჯარო პოლიტიკა და არა კულუარული. ესეთი კითხვა მაქვს ბოლო, ვინაიდან 4 საათიან გამოშვებაში ჩვენ ამ თემაზე დებატები გვექნება. მე თქვენი ინიციატივის შესახებ, რომ კონსტიტუციაში არ ჩაიწეროს არანაირი ესე ვთქვათ ევროპული ან ზოგადად საგარეო კურსზე მინიშნება არ იყოს, თქვენ თქვით გუშინ თქვენს ბრიფინგზე ასეთი რამ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, როგორია თქვენი პოზიცია, რომ არც ერთი ტიპის განმარტება არ იყოს კონსტიტუციის პრეამბულაში თუ ევროპულ კურსზე არ იყოს ასეთი განმარტება. თქვენ მე ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომლის კონსტიტუციაშიც აი ესე არის დაკონკრეტებული და მით უმეტეს პრეამბულაში ამა თუ იმ ქვეყნის სულისკვეთება და სწრაფვა. ეს არის ნონსენსი და ეს არის აბსურდი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, თუ ვინმეს რაღაც კითხვები კიდე დარჩა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი დიახ არის ევროინტეგრაციის მომხრე. მე ხარ რომ ვუყურებ პოლიტიკურ სპექტრს და ვაანალიზებ მათ განცხადებებს და ქმედებებს, ჩვენ ვართ სწორედ ერთ-ერთი ევროპული ტიპის პარტია და ამ დღეების მანძილზე მე მაქვს შეხვედრები ელჩებთან, დღესაც ცოტა ხანში ხვდები შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც როგორც გავრცელდა
ინფორმაცია ჯერ კიდევ მოქმედი ელჩია და ჩვენ სწორედ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იყო გამოყენებული პოლიტიკური იარლიყების მიკერების ხერხი. სააკაშვილის რეჟიმმა დაამკვიდრა ეს, რესპუბლიკურმა პარტიამ განავითარა მე ეს ხერხი და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს იარლიყების მიკერების თემა და მკაფიოდ ვთქვათ, რომ აი ჩვენი ტიპის პარტია სწორედ დასავლური ტიპის პარტია, რომელიც პირველ პლანზე აყენებს საქართველოს და ქართველების ინტერესების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის საკითხს. ჩვენ ღია ვართ დანარჩენი სამყაროსთვის, ჩვენი გეზი არის ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიწეროს შენ ნატოს წევრობა გინდა, გაეროს წევრები რო ვართ, ბარემ ესეც ჩავწეროთ და იუნისეფთან რო თანამშრომლობთ კიდე და იუნესკოსთან და ასე შემდეგ. ნებისმიერ იურისტს კითხეთ საერთაშორისო ექსპერტს და ის გეტყვით, რომ ეს არის აბსოლუტურად აბსურდული მოთხოვნა თუ წინადადება, რასაც აყენებენ. ამ თემაზე ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას 4 საათიან გამოშვებაში. მადლობა ირმა ინაშვილს, რომელიც ჩვენი სტუმარი იყო. დღის ამბების, მე გემშვიდობებით ბიზნეს კონტრაქტს დაუთმოთ ეთერი და ერთ საათში ისევ შევხვდებით ერთმანეთს.